ადრე ამერიკის სიძლიერე რას ეფუძნებოდა? კი, ადრე ამერიკის სიძლიერე ეფუძნებოდა მის მიმზიდველობას. და მიმზიდველი რითი იყო, რომ ტექნოლოგიურად მოწინავე იყო. გესმის? კულტურულათაც, აი პოპკულტურული თვალსაზრისითაც მოწინავე იყო და ასე შემდეგ და დასრულდა ეგ ეპოქა. და კინო, ჰოლივუდი, მაგას გენე პოპკულტურა, ხო, ნახე, დასრულდა ეგ ეპოქა. გახსოვს, მე ჩემ სტუდენტებს უხსნი ხოლმე ზოგადად, როდესაც ლაპარაკობთ ამერიკის, ზოგადად ლაპარაკობთ ამერიკაზე, ანუ აი გლობალიზაცია, იმპერიალიზმი და ასე შემდეგ, ძალიან საინტერესოა, რატო გახდა პოპკულტურა ეგეთი საინტერესო? დახეული ჯინსი რატო არის მოდაში? რატო იყო? ეხა არის თუ არა არ ვიცი. არის. თავისუფლების სიმბოლო იყო. რომ მე არ მაინტერესებს ჩემზე ვირა სიტყვის, მე დახეული ჯინსი მაცვია, იმიტომ რომ მე ინდივიდი ვარ და როგორც მინდა ჩემ თავისუფლებას ისე გამოვხატავ. თავარი ამბავი რა იყო? იქ გაჩნდა დახეული ჯინსი. დახეული ჯინსის რეკლამირება მოხდა თავისუფლების იდეის ქვეშ, რომ დახეული ჯინსები გაყიდულიყო, იმიტომ რომ სხვა ჯინსები, რომელიც იდო უკვე აღარ იყიდებოდა. ახალი ფორმა შეიქმნა ჯინსის, გესმის? დახეული და თავისუფლების იდეის ქვეშ გაიყიდა. როგორც რემბო ყველას ამარცხებდა მილიონ იმას სხვა ჯარისკაცს და ასე შემდეგ. ხო, თავისუფლებისთვის მოიწონდა და ასე შემდეგ. როგორც მალბოროს რეკლამაში ეს ცხენების რემას რო გადახედავს და ასე შემდეგ. აი ამ იდეები ფათაშორის რამაც დაანგრია საფრთხე გაგვაბრუეს, გესმის? რამაც დაანგრია საფრთხე გუაჩკამ დაანგრია და მალბორომ და კოკაკოლამ. რაღაცა პერიოდი ეგ მუშაობდა. ეხლა აღარ მუშაობს რატო? იმიტომ რომ ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით ამერიკა აღარ არის მოწინავე. მაგას გეუბნები, ნახეთ, ჩინეთმა შეცვალა მთლიანად მსოფლიო წესრიგი. როგორც გეოპოლიტიკური, ისე ეკონომიკური წესრიგი ამ შემთხვევაში შეცვალა ჩინეთმა. ანუ მეორე თუ პირველი არა, თუ გავითვალისწინოთ თქვა შემწყიდველობით უნარიანობით ეკონომიკის. ჩინეთი არის პირველი ეკონომიკა, კარგი, ერთ სულ მოსახლეზე იქნება მეორე. რა ვიცი, ტექნოლოგიური თვალსაზრისით ხედავთ, რომ არაფრით არ ჩამოუვარდება, გინდაც რა ვიცი, ხელოვნური ინტელექტი იყოს და გინდაც თანამედროვე რაც არის, ხო? სამომხმარებლო ტექნოლოგიები, ელექტრომანქანა და ასე შემდეგ. უბრალოდ ახლა ჩინეთს არასდროს არ ექნება იმის პოტენციალი, რომ აი მაგალითად რაღაცა ესეთი კულტურული რბილი ძალის განსხივება მოახდინოს სამყაროს გამომდინარე, იქიდან ენობრივი და კულტურული ბარიერი მეტნაკლებად უფრო დიდია. ნუ ამერიკისთვის ეს შედარებით მარტივი იყო. თავარი მისი გარდა ყველაფრისა რბილი ძალა არის ენა, ხო? ინგლისური ენა, რომელიც lingua franca გახდა და ასე შემდეგ. მაგრამ საინტერესო რა, ნახეთ თვითონ ყველაზე გენიალური რა არის, კანადაზე გადავალ მე, ამერიკაში შექმნილმა გლობალიზაციამ დაანგრია შესაბამისად გლობალიზაცია. გეხდით? ანუ ამ ნეოლიბერალურმა გლობალიზაციამ დაანგრია საკუთარი თავი.